მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. დიახ, გუშინ გვიან ღამით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა მისი ხელმძღვანელის ბატონი ლევან გალობლიშვილის თავმჯდომარეობით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მინისტრები გავსულიყავით დასავლეთ საქართველოში, შევხვედრილიყავით აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეტეოროლოგიური სტიქიური ვითარებიდან გამომდინარე დავალებული გვაქვს ადგილზე გავეცნოთ მოსახლეობის საჭიროებებს, მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება და მაქსიმალურ შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა. ბატონო ლაშა, თქვენ ახსენეთ, რომ ადგილზე გაეცნობით საჭიროებებს, თუმცა საინტერესოა იგივე სხდომის ფარგლებში ძირითადად რა საჭიროებები არის ამ ეტაპზე, რაც ცნობილია გამოკვეთილი დევნილი მოსახლეობისთვის, რა საჭიროებები დგას წინა პლანზე? სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს შეხვედრები და სულ ალბათ რამოდენიმე საათში უკვე გვექნება პასუხები ყველა რეგიონებიდან მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. ბატონო ლაშა, თითოეულობიდან გადავინაცვლოთ აფხაზეთის ფინანსა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის შესახებ რომ ვისაუბროთ. წელს 2025 წლისთვის რა გეგმები გაქვთ დაგეგმილი რომ გითხრათ და ასევე 2024 წელიც რომ შევაჯამოთ. როგორი იყო უწყებისთვის? აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებას წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა. აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორი მათზე მორგებული პროგრამები და პროექტების განხორციელება. ჩვენი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჭიდროდ თანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, მიმდინარეობს მუშაობა და მოლაპარაკებები აწარმოეს საქართველოსთან, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების მოძიებასა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისათვის. სამინისტროს აგრეთვე ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სამუშაო ძალის გაძლიერება და კვალიფიციური კადრების მომზადება. ამისათვის სამინისტროში იგეგმება დროებით დევნილი მოსახლეობის და ახალგაზრდების სტაჟირების ხელშეწყობა. კი ბატონო, საინტერესოა, რამდენი პროგრამა მოქმედებს ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში და ამავდროულად რომელია თავად დევნილი მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი? ამჟამად სამინისტროს სისტემაში არსებულ სავაჭრო სამრეწველო პალატაში მიმდინარეობს ორი პროგრამა და მისი ძირითადი კომპონენტები არის პირველი საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენა და დაფინანსება, მეორე პროგრამა არის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შეძენისა და დანერგვის დაფინანსება. საერთაშორისო გამოფენა იძლევა საშუალებას მეწარმეებმა გაზარდონ თავიანთი პროდუქციის ცნობადობა, მოახდინონ მისი პოპულარიზაცია, დაამყარონ საჭირო ბიზნეს კონტაქტები. ამჟამად ყავს რამოდენიმე გამარჯვებული, რომელთა გერმანიაში საერთაშორისო გამოფენაზე გამგზავრება, დაფინანსება აწარმოეს საქართველოსთან თანადაფინანსებით. ბატონო ლაშა, როგორც ვიცით, თქვენი მხრიდან ხშირად ხდება შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან. ძირითადად რა პრობლემების წინაშე დგანან და როგორ ხდება თქვენი მხრიდან ამ გამოწვევების აღმოფხვრა? როგორც მანამდე აღვნიშნე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან გალობლიშვილის გადაწყვეტილებით შექმნილი არის სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში შედის სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მინისტრები, მოადგილეები. ხდება სისტემატიური შეხვედრა აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ხორციელდება ადგილზე გაცნობა და იდენტიფიცირება მათი პრობლემების, რათა ოპერატიულად და ხარისხიანად მოვახერხოთ მათი პრობლემების გადაწყვეტა. ძირითადი არის მაინც ჯანდაცვის მიმართულება, სოციალური პრობლემები და ინფრასტრუქტურული.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა გადაცემაში ჩართვისთვის. ჩვენ კიდევ ჩვენთან სტუდიაში ბუნებრივია გელოდებით. მაყურებელს შევახსენებ ლაშა დოლბაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გვერდებოდა ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში, სადაც გვიან ღამით საგანგებო სხდომა გაიმართა იმ მსჯელეს შექმნილ ვითარებაზე და ბუნებრივია გადაცდა რომ მოხდება დახმარება, აქტიური დახმარება დევნილი მოსახლეობისთვის.